ეს არის საკმაოდ რთული პროცესი, თუმცა ეხლა პოლონეთმა ეს ახლა გააჟღერა, თუმცა გაჟღერების გარეშე მანამდეც ესე რომ ვთქვა, იყო გარკვეული მითითებები, მინიშნებები, რომ აი ამ კუთხით ასულიყო და საქართველოსთვის ვიზუალიზაცია შეეჩერებინა. თუმცა ეს არის ძალიან რთული პროცესი. ამ იმას სჭირდება საკმაოდ მაღალი კვოტა, ესე რომ ვთქვა, ევროპის ქვეყნების, რაც დარწმუნებული ვარ, მხოლოდ პოლონეთის ხედვით არ გვიყურებს კი დანარჩენი ბატონო, ღმერთმა ნუქნას ბატონო ლადო, მაგრამ თუ მაინც იქნა მიღწეული ეს კვოტა, მაშინ რა გვიშველება? მეც არც გვინდა რომ ვიფიქროთ ამ საკითხზე, მაგრამ მე თავი თუ გეუბნებით რომ მე იმდენად ვარ დარწმუნებული რომ ამ საშიშროება ჩვენ არ გვიდგას. შესაბამისად მე ახლა იმაზე ფიქსად ნამდვილად ვერ დავაფიქსირებ ახლა რაღაც პოზიციას, რამე თუ ეს არის ის შეუქცევადი პროცესი, რომელიც პირიქით ჩვენ უკვე გარკვეული ჩვენ ვიცით რომ ქართული ოცნების გულს 2030 წლის საკმაოდ ისე ვთქვათ ყარათ აქვს გაცხადებული და ამისთვის ძალიან ბევრს მუშაობს, რათა ისეთი ქვეყანა ვიყოთ, რომ ჩვენ ერთ-ერთი პირველი კანდიდატი ვიყოთ გაწევრი ევროკავშირში, არა მარტო ვიზუალიზაციაზე, რა თქმა უნდა, არამედ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ეს არის მიღწევადი, თუ რა თქმა უნდა, სუბიექტურ ხელშეშლებს არ ექნა ადგილი.